ჟურნალისტმა ვახოსანაიამ იზოლატორი დატოვა. ფორმულას ტელეწამყვანმა Facebook-ში დაწერილი სტატუსის გამო საპატიმროში 14 დღე გაატარა. იზოლატორთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები დახვდნენ. ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა, ვერანაირი დარბევა ეს ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრით შეიძლება კონდეს ამ ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს. იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. მე ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი, გასაგები და მკაფიო სლოგანია. ბოლომდე, სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დავანგრიოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი. 22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა Facebook-ში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რომელშიც ის მოუწოდებდა მოქალაქეებს არ ეწოდებინათ სამასოიანი სიტყვა პაპუაშვილისა და ბოჟაძესთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველომ ჩათვალა, რომ ეს ირონიული სტატუსი კონტექსტში მაინც შეიცავდა შეურაცხყოფას. მანამდე 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ვახოსანაიას სხვა Facebook სტატუსის გამო 6000 ლარით დააჯარიმა. რა სიტყვის